ვიხურავ ამ სლაიდებს, იყოს ესე, რომ ჩემთვისაც იყოს ეს გზამკვლევი, მარცხენა პატარა სლაიდები, გზამკვლევი იყოს ჩემთვის. ჩვენთვის არის პატროლოგიის შესავალი დღევანდელი თემა და რა მინდა, რითი მინდა რომ დავიწყო, რომ აი ღვთისმეტყველება არის მეცნიერება და ამ მეცნიერებაში სხვადასხვა განხრებია. აი უამრავი განხრა, მაგალითად ეკლესიის ისტორია, სადაც შესანიშნავი სესია გააკეთა მამა ეფრემმა, ასევე არის საეკლესიო სამართალი, ქრისტიანული არქეოლოგია და უამრავი ასეთი განხრა. მათ შორის არის პატროლოგიაც. და რა არის საინტერესო, რომ ყველა ამ განხრაში დაისმის ისეთი კითხვები, რომელიც ძნელად არის საპასუხო. აი ძნელად თუ გასცემ პასუხს ამ კითხვებს. მაგრამ დაისმის ეს კითხვები და ჩვენც ღვთისმეტყველები ვსწავლობთ, მეცადინეობთ, რომ აი ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. პატროლოგიის მიმართულებით ყველაზე საინტერესო კითხვა რაც დაისმის არის რა? თანამედროვე ადამიანს რა უნდა ეკლესიის მამა. როდესაც საუბრობთ ჩვენ ეკლესიის პატროლოგიაზე, ძირითადად საუბრობთ და გულისხმობთ ეკლესიის მამის, ანუ წმინდა მამის ცხოვრების წაკითხვას, გამოკვლევას და მისი თხზულების გამოკვლევას, ანუ მის თხზულების წაკითხვას. ყველა ეს მნიშვნელოვანი კითხვა რა შეეხება, რატო გინდა დღეს თანამედროვე ადამიანს, რატო ჭირდება ეკლესიის მამათა თხზულებების კითხვა, მათი ცხოვრებების გაცნობა. ეს ძალიან რთული კითხვაა. არ ეყოფა ამას დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, მაგრამ მინდა რომ აი ჩემი საუბარი ამ კითხვის ირგვლივ იყოს და იქნებ ცოტათი მაინც გავცე პასუხი აი ამ მნიშვნელოვან და ძალიან რთულ კითხვას. ცოტა უფრო გავართულოთ, შევიდეთ საგნის არსში და ჯერ აი პატროლოგიის მეცნიერებაში ორი მნიშვნელოვანი ტერმინი გამოიყენება. ეს არის ორი სიტყვა, ხო? პატრისტიკა და პატროლოგია. ორი სიტყვა. არსებითად ერთია ეს ორი სიტყვა, მაგრამ მაინც ნიუანსური სხვაობა არის. აი პატრისტიკა, იცით რა, ეკლესიის წიაღში უამრავი მამა არის, უამრავი ავტორი. წერალი წარმოჩენილა ეკლესიის წიაღში, ეკლესიის საზღვრებში და აი მათგან ამ ავტორებისგან ზოგიერთები იწოდებიან საეკლესიო ავტორები, ზოგიერთები ქრისტიანი ავტორები. არიან ჯგუფი კრებული, რომლებიც იწოდებიან ეკლესიის მამებად. აი, როდესაც მე ვამბობ რომელიმე ავტორზე, რომ ეს არის ეკლესიის მამა, ძირითადად მე მასში წმინდანსაც მოვიაზრებ, რომ ის ეკლესიისგან არის წმინდანად აღიარებული, წმინდანად შერაცხილი. აი, მაგალითად, აი ძველ ეკლესიაში მამაომაც ახსენა და იმ სახელს გამოვიყენებ მეც, იმიტომ რომ ეს ნაცნობია თქვენთვის, გაგიგიათ ალბათ ორიგენე. და აი ორიგენე არ არის ეკლესიის მამა, ორიგენი არის საეკლესიო ავტორი, უდიდესი საეკლესიო ავტორი, უდიდესი ქრისტიანი ავტორი, რომელსაც ეფუძნებიან, რომლის ნაშრომებსაც კითხულობდნენ დიდი ეკლესიის მამები, როგორიც იყო ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამ სიდიადისა ორიგენესი, ის მაინც მიიჩნევა, რომ არ არის ეკლესიის მამა, იმიტომ რომ ის წმინდანად არ არის შერაცხული. ანუ ის არის საეკლესიო ავტორი ან ქრისტიანი ავტორი. აი პატრისტიკა, ესე იგი ყავს ქრისტიანი ავტორები, საეკლესიო მწერლები, ეკლესიის მამები. და ამ ეკლესიის მამათაგან კიდე არის თითქმის ჩამოსათვლელი რამდენიმე პიროვნება, რამდენიმე ადამიანი, რომელიც ეკლესიამ აღიარა მასწავლებლად. ანუ მასწავლებლობის სტატუსიც მიანიჭა ამ კონკრეტულ პიროვნებებსაც. ნახეთ დასისვისკიოდესმე პირველი მეორე საუკუნიდან დღემდე აღმოჩენილა ეკლესიის წიაღში აი ყველა მამის საეკლესიო მოღვაწის ნაშრომების ერთობლიობას გულისხმობს. როცა ვამბობ პატრისტიკას, ამ ყველა ნაშრომის ფილოსოფიის სექციაა და როცა აი ამ ფილოსოფიის სექციაში ყველა თაროზე რა წიგნიც არ უნდა იყოს, ყველაფერი ფილოსოფიას ასახავს. მის განვით ასე შემდეგ. ერთ-ერთი არის მაგალითად ხელოვნებათმცოდნეობა, ხო, ბიბლიოთეკაში და ამ სექციაში დახლებზე, თაროებზე რაც არის წიგნი, ყველაფერი ხელოვნებას შეეხება. და ერთ-ერთი ასეთი სექცია არის პატრისტიკა ბიბლიოთეკაში და რო შევდივართ ამ პატრისტიკის სექციაში განყოფილებაში, ყველა წიგნი აბსოლუტურად ღვთისმეტყველებას შეეხება, თეოლოგიას შეეხება. მაგრამ იცით ვინ შედის ამ სექციაში? შედის პატროლოგი. ანუ ადამიანი, რომელიც იკვლევს აი ამ საეკლესიო თხზულებებს, პატროლოგი ერთობლიობა, ხოლო პატროლოგია არის შემსწავლელი მეცნიერება,
რომელიც შეისწავლის აი ამ თეოლოგიურ ნაშრომებს. და ის რომ მე შევისწავლო, ყველა დღეს ვიყოთ პატროლოგები, ხო? აი ჩვენ რომ შევისწავლოთ რაიმე თხზულება, ამისთვის შედება რა დამხმარე მეცნიერებები, ხო? მაგალითად ფილოლოგია, ან ისტორია, არის მის მოხსენებები. და ესე იგი პატროლოგი იყენებს, რო არ გაგვიწყდეს აზრი, ესე იგი პატროლოგი იყენებს სხვა დამხმარე დისციპლინებსაც, რომ შეისწავლოს ამა თუ იმ წმინდა მამის ცხოვრება და თხზულებები. იცით რა არის? აი მე-19-მე-20 საუკუნეებში გერმანიაში ძალიან ძლიერი სკოლები წარმოიშვა, ღვთისმეტყველო სკოლები და გერმანია ერთ-ერთი პირველია ღვთისმეტყველებაში სკოლების მიხედვით და ძალიან დიდი მეცნიერები წარმოშვა გერმანიამ, დიდი პატროლოგები, რომლებმაც ზედმიწევნით გამოიტანეს ყველა ნიუანსი სააშკარაოზე მამის ცხოვრებიდან თუ მისი თხზულებიდან. მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის და აი რისი თქმა მინდა მე და რა მინდა დღეს მოვიტანოთ თქვენთან რომ კი ეს ძვირფასია მეცნიერულად ყველა ნიუანსი, კარგია, ძვირფასია, ფასდაუდებელია, მაგრამ აი ამ ნიუანსებში იკარგება მთავარი აზრი, ეკლესიის მამის მთავარი ფუნქცია და მნიშვნელობა, რომ ეკლესიის აი ამ ნიუანსების ფონზე ხშირად ეკლესიის მამა წარმოგიჩნდება როგორც ძალიან კარგი მოაზროვნე, ძალიან კარგი მწერალი, რეფორმატორი და ასე შემდეგ. მაგრამ ეკლესიის მამა არის არსებითად არის, იცით რა? ესეთ ვინ უფრო სწორად არის ღვთის ანუ აი ამ ნიუანსებში იკარგება მისი მთავარი ფუნქცია, რომ ის არის ღვთის რჩეული ჭურჭელი, რომელიც იღწვის ადამიანის ცხოვრებისთვის. აი, როდესაც ჩვენ ქვემოთ ვისაუბრეთ ეკლესიის მასწავლებლის ფენომენზე, რომელიც მიუწვდომელია და ნისლით მოცულია, იმიტომ რომ ღმერთი გამოარჩევს ამას, ხო? აი, სწორედ აი ეს ეკლესიის მასწავლებელი არის სწორედ აი ეს რჩეული ჭურჭელი, რომელსაც ირჩევს ღმერთი და ეს იღწვის ჩემი სულის ცხოვრებისათვის. აი, ამაზეც ვიფიქრე და აი მაგალითად წმინდა მამა პაისი, ხო? ეს მნიშვნელოვანია ჩვენ, სანამ რომელიმე ეკლესიის ან წმინდა მამის ცხოვრებას გავიცნობთ ან მის დარიგებებს, აი ჩვენ შემეცნებაში სწორედ ესე იყოს ასახული, რომ ეშა თუ ის მამა არის ჩემს შემეცნებაში პირველად ღვთის რჩეული ჭურჭელი. აი როგორც მაგალითად წმინდა მამა პაისი, ხო? უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან. რატო მიდიოდა? იმიტომ რომ რა წმინდა პაისიზე უფრო მოაზროვნეები არ იყვნენ, როგორ არა იყვნენ, უფრო განათლებულები არ იყვნენ, მაგრამ წმინდა პაისი აღიქვავდა ყველა წმინდა პაისის ღვთის რჩეულ ანუ იარაღად და მიდიოდნენ მასთან და ამით იღებს სარგებელს. აი, ერთ-ერთი პასუხი სწორედ ისაა, რატომ მინდა მე დღეს ეკლესიის მამა, რომ ადამიანმა მიიღოს სულიერი სარგებელი. და კიდევ რაღაც, რაც ქვემოთ მინდა, რომ ხაზი გაუსვა. რასაც ქვემოთ მინდა, რომ ხაზი გაუსვა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არის პატროლოგიის პერიოდიზაციაც. ეს სლაიდი ცოტა დამაბნეველია და ბევრი ვიფიქრე ამის გასაკეთებლად. უსაბლოდ ეს გამოვიდა. აი ნახეთ, დასაწყისად მიიჩნევა მეორე-მესამე საუკუნეები. და მართლაც აი მეორე-მესამე საუკუნეებში ჩანან ადამიანები, მაგალითად კლიმენტი რომაელი, ეგნატე ღმერთშემოსილი, რომლებიც წერენ რაღაც წერილებს ქრისტიანთა მიმართ. ქრისტიანული კრებულების მიმართ წერენ წერილებს. და იხსნიან ვინ იყო იესო ქრისტე, რა საქმეა და ასე შემდეგ. აი დასასრულად, პატროლოგიის დასასრულად, ხო? სხვადასხვა ეპოქები მიიჩნევა რატომღაც მეცნიერებაში. ზოგი მიიჩნევს მე-7 საუკუნეს, ზოგი მე-8-ს, ზოგი ეგრეთ წოდებული მკაცრი პატროლოგებიო მე-4 საუკუნეს ასახელებენ პატროლოგიის პერიოდის დასასრულადო. მაგრამ იცით რა, ეს მეცნიერული მოსაზრებებია, არ გამყარებული თქვათ არგუმენტებით, მაგრამ აი არსებითად მინდა ვისაუბროთ და აი შევაჯამოთ, ხო? ეს შეხვედრებიც მხოლოდ შეჯამებითი ღვთისმეტყველება იქნება და აი პატროლოგია, აი ამ ხრივ ამ კუთხით პატროლოგია არის წერის მარადიული ასპარეზი. მარადიულია პატროლოგია, ანუ ყოველთვის იქნება. იარსებებს ვიდრე მეორედ მოსვლამდე პატროლოგიაც ყოველთვის იქნება. ანუ ყოველთვის იქნებიან ეკლესიის მამები, რომლებიც დაუპირისპირდებიან რაღაცა გაუკუღმართებას, არასწორ სწავლებას, დაწერენ ამის წინააღმდეგ თხზულებებს და ჩვენც ვიქნებით. ანუ ადამიანები, რომლებიც წავიკითხავთ ამ თხზულებებს და ამ თხზულებებიდან სულიერადაც გავდიდდებით და ცოდნასაც მივიღებთ ჭეშმარიტების შესახებ. ეკლესიის ისტორიაში ხედავთ, რატომ არის პატროლოგია მარადიული ასპარეზი? იმიტომ რომ ეკლესიის ტრადიციაში აი ისტორიას რო გადავავლოთ თვალი, აი ყოველთვის
წარმოჩნდება ეკლესიის მასწავლებლის ფენომენი, მაგრამ ეკლესიის მასწავლებელი თვითონ რომელიმე ეკლესიის მამა თავისი თავით ვეხდება. არა, ეს ღვთისმშობა ამ ადამიანის რომელიმე ეკლესიის მამის ამ მასწავლებლობის ხარისხამდე აყვანა და ეს რომ მოხდეს ასეთი რომ ვინმე წარმოჩნდეს ეკლესიაში აუცილებლად უნდა იყოს აი ეგრეთ წოდებული საქმისმეტყველო კრიზისი, ტერმინოლოგიები ცოტა მიჭირს, მაგრამ ის საქმისმეტყველო კრიზისი. რას ეს? ანუ მცირე თუ დიდი მწვალებლობა არის არასწორი სწავლება. იგივე ერესი, ესეც არასწორი სწავლებაა და მწვალებელი ნიშნავს არასწორი სწავლების გამავრცელებელს. ნიშნავს არასწორი სწავლების გამავრცელებელს. და აი ნახეთ რა ხდება, როდესაც რომელიმე მწვალებლობა ძალიან ასე ვთქვათ, გაიდგამს ფეხს ეკლესიის წიაღში, რომელიმე მწვალებლობა, მაგალითად არიანელობა. და ჩვენ ხშირად შევხედით არიანელობას, იმიტომ რომ შემდეგი შეხვედრაც ტრილოგიაში შეეხება სწავლებას წინასწარმების შესახებ, და იქ უფრო არიანელობით დავკავდები. რომელიღაცა მწვალებლობა, რომელიც აზანზარებს ეკლესიას. და ასეთი იყო არიანელობა, რომელიც ერთ-ერთმა არქიმანდრიტმა ალექსანდრიაში მოღვაწე არიოზმა იქადაგა. და ამ სწავლების მნიშვნელობა რა იყო? მთავარი არცი რომ არ გადაგღალოთ, რომ ძე იესო ქრისტე ბუნებით არ იყო მამასთან სწორი ღმერთი. ანუ ძე ღმერთი ბუნებით კი არ იყო ღმერთი. არამედ ქმნილება იყო, რათა რანგი ღმერთი იყო, სტატუსით და აი ამ ადამიანის ეს მწვალებლობა ძალიან განივრცო ეკლესიაში. ფეხი ძალიან მოიჭიდა ამ ადამიანობამ და რატომ? იმიტომ რომ იყო პირობა და ჰქონდა რაღაც აი წარმოუდგენელი ენერგია და ტალანტიც, იმიტომ რომ აი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამ ადამიანმა თავისი ეს სწავლება პიესებად დაწერა და წარმართულ თეატრებში ადგმევინებდა ამ თავის არასწორ წარმართულ სწავლებას და ძალიან გაიდგა ფეხი. ანუ რაღაც აი მწვალებლობა რა არის? არსებითად რო ვთქვათ, მწვალებლობა არის აი ეკლესია ხო ეს ქრისტეს სხეულია, ერთიანი სხეულია და აი ამ სხეულს ქმნის სასულიერო და საერო დასი, რომლის თავიც არის თავად ქრისტე და აი ამ სხეულში წარმოშობილი ანთებითი პროცესია. აი ესე როგორც ჩვენ სხეულში ხო და ხანდახან წარმოიშობა ანთებითი პროცესი. აი ესევია ეს მწვალებლობა, ანთებითი პროცესი, რომელსაც ჭირდება სპეციალური მედიკამენტი, ხო? აი ისე როგორც ჩვენ სხეულში ანტიბიოტიკით ვარ დავლია, ცხელებას ვერ ჩავარდნო. ასევია აი ესეთი დიდი ძლიერი მწვალებლობები, რომ თუ ის რჩეული პიროვნება არ დაუპირისპირდა ამ მწვალებლობას, როგორც რამ ანტიბიოტიკი, ისე ამ მწვალებლობის ჩაქრობა შეუძლებელი ხდება. და ჩვენ აი არიანელებთან დაკავშირებით წამე ხდება, რომ ჩვენ გვაქვს კონსტანტინოპოლში ერთი ეპოქა, სადაც სულ არიანელებით არის სავსე მთელი კონსტანტინოპოლი. ერთი მღვდელმთავრები არიან არიანელები, წარმოიდგინეთ. ანუ მღვდელმთავარი, რომელსაც წამს, რომ იესო ქრისტე არის ქმნილება. და მართლმადიდებლები ან ტყეში არიან გახიზნულნი, ან სახლებში არიან შეყუზნულნი და იქ აღასრულებენ თავიანთ მსახურებას. და როცა ასეთი რაღაცა გავრცობა ხდება, რაიმე არასწორი სწავლების, ასეთი გავრცობა, ყოველთვის ხდება ღვთის ჩართულობა და ღვთის ჩართულობით ყოველთვის გამოირჩევა ერთი პირობის მამათა კრებულიდან, რომელიც ხდება ება რომ იბრძოლოს და თავის შეწიროს ამ მწვალებლობისთვის და ხოლო თითქოსიან ესენი ეკლესიის მასწავლებლებიც და მათ ყველამ თავის შეწირეს აი ამ მსახურებას, ამ გამორჩეულ და ძალიან მაღალ მსახურებას. აი რისი ბრალია სლაიდზე საუბარს, რომ რისი ბრალია მწვალებლობა, აი რატო წარმოიშვება ეკლესიაში მწვალებლობა, რა არის ამის მიზეზი, მწვალებლობის მიზეზი. აი მთელი 21 საუკუნის ღვთისმეტყველობა რომ შევაჯამოთ, აი მწვალებლობათა წარმოშობის მიზეზი არის ადამიანის უძლურება, რომ მან დაიტიოს, ადამიანი უძლურია, რომ მან განჭვრინახოს ღვთის ჭეშმარიტი მყოფობა, ღვთის მარადიული და უცვალებელი მყოფობა. აი ადამიანი ცხოვრობს სამყაროში, სადაც ყველაფერი ცვალებადია და ხედავს, რომ ყველაფერს რაღაცა დასაწყისი აქვს. ყველაფერი იბადება, იცვლება, ვითარდება და მე ისევ გარდაიცვლება. და ჩვენ ვცხოვრობთ აი ამ ცვალებადობაში. არა მხოლოდ ცხოვრობთ, ეს ცვალებადობა ცხოვრობს ჩვენშიც
ჩვენ ცვალებადები ვართ და აბსოლუტურად ყველაფრიდან დაწყებული და ყველაფრით დამთავრებული. ცვალებადობა არის რაც მე განმსაზღვრავს. გარდა იმისა, რომ მოკვდავი ვარ, გარდა იმისა, რომ მაგალითად ვარ შეზღუდული, ხო, დროსა და სივრცეში და ასე შემდეგ. ერთ-ერთი არის ცვალებადობა, რომელიც ყველაფერს ჩემს განსაზღვრავს, აზროვნებას, სხეულს, ბიოლოგიურად და ასე შემდეგ. და შეიძლება მე ასეთმა ცვალებადმა წარმოვიდგინო ისეთი არსების არსებობა, რომელიც უცვალებელია. შეუძლებელია მე წარმოვიდგინო. ვერც წარმოვიდგენ და თუ ვინმე მეტყვის ამას, ვერც მივიღებ. უბრალოდ გონება ვერ მიიღებს ამას. იმიტომ რომ ყველაფერი დაწყებადია ჩემთვის, მე როგორც დაწყებულისთვის, ყველაფერი დაწყებადია და ვერასოდეს ვერ მივიღებ იმ აზრს, გონება ვერ მიიღებს, ამოანთრევს. გონება, რომ ვიღაცა არსებობს, რაღაცა არსი, რომელიც მარადიულია და უცვალებელია. მაგრამ ეს იმას კი არ რომ ღმერთი ცვალებადი არა, უბრალოდ მე ვარ უძლური ღმერთის უცვალებლობას ჩავწვდე. ღმერთი უცვალებელია, მაგრამ მე ვარ უძლური მის უცვალებლობაში ჩავწვდე. აი ეს და მაგრამ ნახეთ აი ამ სისუსტეში, ჩემს უძლურებაში არის ძალიან დიდი სიდიადე. ამას ქვია აი ღვთისხატა და მსგავსად ქმნილიო ადამიანი. ხო აი ღვთისხატება რა არის, რომ კი სუსტი ვარ, ყველაფრით დამცრობილი ვარ ღმერთთან მიმართებით, ყველაფრით. მე ქმნილება ვარ, ის უქმნელია. მაგრამ აი ამ სისუსტეში იცით რა სიდიადეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ცვალებადი ვარ და ვერ წვდები უცვალებლის მყოფობას, მიუხედავად ამისა შემიძლია მე მივიღო ისეთი უნარი, რომ დავიტიო ისეთი ცოდნა, რაც ამ ცვალებადობაზე მაღლა დგას. რაც ამ ცვალებადობაზე მაღლა დამაყენებს. აი ესენი იყვნენ ზუსტად ეკლესიის მასწავლებლები და ესენი იყვნენ მწვალებლები მაგალითად. მწვალებლები, ანუ არასწორი სწავლების გამავრცელებელნი, ნახეთ, ვერ დგებოდნენ თავიანთ ამ ცვალებადობაზე მაღლა და აი ეს ამ ცვალებადობით იწყებდნენ ღმერთზე მსჯელობას. აი მაგალითად არიოზის სწავლება ბოლო ანალიზი რო გავაკეთოთ, არიოზს ღმერთში სხვა არაფერი შეჰქონდა თუ არა ცვალებადობა. რომ ძე ღმერთი იყო დრო, როდესაც არ იყო. ესე იგი, სანამ არ შეიქმნებოდა, ძე ღმერთი არ იყო. ანუ არიოს ცვალებადობა შექონდა ღმერთში. აი ვერ დაუზევდა, ვერ ამაღლდა თავის ცვალებადობაზე. მაგრამ ეკლესიის მასწავლებლები სულ სხვა ფენომენია. ეკლესიის მასწავლებლის შემთხვევაში ისინი თავიანთ შრომაში, თავიანთ წვალების დროს იღებენ ღვთისგან ტალანტს და ნიშნს, უნარს, რომ აი ამ თავისაზე მაღლა მდგომი ცოდნა მიიღონ, რასაც მხოლოდ ღმერთი აძლევს, არ წერია წმინდა წერილში, არამედ რასაც მხოლოდ ღმერთი იძლევა და აქვთ ამის დატევნის უნარი. როგორ რანაირად ეს ჩვენთვის ჩაუწვდომელია. ამას ჩვენ ვერ მივხვდებით. ისევე როგორც იმასაც ვერ ვხვდებით ჩვენ, როგორ შეიძლება მიუხედავად ესეთი ვარ, ეს უნარი მივიღო. მაგრამ ეს არის დამტკიცებული ჭეშმარიტება, რომ ეს ხდება, ეს ზუსტად ესე ხდება. იმიტომ რომ გვაქვს მთელი რიგი დოგმატური სწავლებები, ანუ რას ნიშნავს დოგმატური სწავლება? ეს სიტყვა ძალიან ხშირად ისმის და მინდა რომ გავმარტო. დოგმატური სწავლება, ანუ უმთავრესი სწავლება, რომ და ამაზე ეფუძნება ჩემი რწმენის სისწორე და უცდომელობა. ჩემი რწმენა ჩვენს განცდებს კი არ ეფუძნება, ჩვენს გრძნობებს კი არ ეფუძნება, ჩემი რწმენა არა. ჩემი რწმენა ეფუძნება კონკრეტულ სწავლებებს, რომელიც ღვთისგან არის გამოცხადებული, რომელიმე ეკლესიის მასწავლებლის ბაგით. ანუ ეს სწავლება რაღაცა ციდან ჩამოფრენილი კი არ არის, არა, ძალიან დიდი ტანჯვა, ძალიან დიდი ტკივილი, ოფლის სისხლი უძღვის წინ, რომ ეს ცოდნა მიიღოს ადამიანმა. და აი ეკლესიის მასწავლებლებმა ეს ტანჯვა და ტკივილი გოლგოთა და ჯვარც მოუწოდე ამას განვლეს და თან ძალიან ღირსეულად. აღარ შევჩერდები აქ და მოდით და ისთვის მინდა რა მიგდოდა მე თქო რომ პატროლოგია ზუსტადაც მარადიულია, რადგან აი ეს ადამიანური უძლურება, რომ მას არ ძალუძ ღმერთის ჭეშმარიტ მყოფობას ჩაწვდეს, ვიდრე ეს უძლურება იქნება ქვეყნად ადამიანური უძლურება, გონებრივ სულიერი უძლურება, ყოველთვის იქნებიან ეკლესიაშიც მამებიც, ღვთისმეტყველებიც, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან რომელიმე ადამიანი თუ გადაწყვეტს რაიმე არასწორი თქვას. ყოველთვის იქნება და ჩვენც ვიქნებით, ვინც ამას წავიკითხავთ. როცა გაქრება ეს ადამიანური უძლურება, მაშინ გაქრებიან ეკლესიის მამებიც. ეკლესიას აღარ ექნება საჭიროება ვინმეს უკუმიუგოს, ვინმეს
დაუმტკიცოს ცუდი სიტყვა, არა. ვინმე ასწავლოს სიმართლე რა არის ამა თუ იმ მწვალებლობის შესახებ. მწვალებლობა რა არის? ჭეშმარიტების რაღაც ნაწილის გაფუჭება, გაუკუღმართება, ხო? და მართლმადიდებლური სწავლება რა არის? მართლმადიდებლური სწავლება არის ამ გაუკუღმართებული ჭეშმარიტების ნაწილზე სწორი მართებული ცოდნა. აი ეს არის 1-2 სიტყვით რომ ავხსნათ მართლმადიდებლური სწავლება რა არის და რა არის მწვალებლობა. იცით რა, აი ჩვენ რო გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ვინ არის ეკლესიის მამა და მასწავლებელი, აი მინდა რომ აი ნაშრომების წერის მიზეზებსაც შევეხოთ ორიოდეს სიტყვით. ეკლესიის მამა ძალიან ბევრია ეკლესიის მამა, უამრავი ეკლესიის მამა, უამრავი ღირსი მამა, მაგრამ მათგან მხოლოდ მცირედნი არიან ეკლესიის მასწავლებლებიც. პირველ ეკლესიაში აი მამა ეფრემად ძალიან კარგად ისაუბრა და ძალიან კაი პრეზენტაცია წარმოგიდგინა. აი პირველ ეკლესიაში სხვადასხვა მიზეზები იყო, რომლის გამოც ეკლესიის მამები და მასწავლებლები და საეკლესიო ავტორებიც ჩავთოთ აქ, ესე იგი უზიარებდნენ ცოდნას, თავიანთ მოსაზრებებს, მრევლს, ადამიანებს. და ეს იყო მაგალითად აი ქადაგების მიზეზი და ჩვენ ვიცით რომ ქადაგება ეს პირველი ხერხი იყო ცოდნის გადაცემისა. აი ქადაგებით დაიწყო მაცხოვარმა, ხო? და ქადაგების გზით მაცხოვარი ცოდნას გადასცემდა ადამიანებს. მერე ეს იმემკვიდრებეს მოციქულებმა გადასცეს თავიანთ მოწაფეებს და ასე შემდეგ ეკლესიაში ერთ-ერთი ცოდნის გადაცემის ეს ხერხი, ერთ-ერთი პირველი ხერხი იყო ქადაგება. და ქადაგებდნენ, რას ქადაგებდნენ? განმარტავდნენ იესო ქრისტეს პიროვნებას, ვინ იყო იესო ქრისტე, რა დატოვა, რა ღვაწლი დატოვა, ეკლესიის საიდუმლოებებს განმარტავდნენ, სულიწმულის ფუნქციას განმარტავდნენ ეკლესიაში და უამრავ რაღაცებს. ერთ-ერთი აი ყველაზე მძიმე ასპარეზი, რაც მამებს უწევდათ რომ გაევლოთ, იყო მწვალებლობის განეიტრალების მიზეზი. ესე იგი რაღაცა მწვალებლობა რო წარმოჩნდებოდა ეკლესიის წიაღში, რომ ეს მწვალებლობა განეიტრალებულიყო. და ამის წინააღმდეგ მრავალი მამა იბრძოდა და იღწოდა. აი მაგალითად არიოზის წინააღმდეგ ჩვენ ვიცით რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელიც იბრძოდა. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელიც ამოწმებდა ჭეშმარიტებას. მაგალითად არიოზის წინააღმდეგ იბრძოდა აგრეთვე წმინდა ანტონი დიდიც. მაგრამ ვისაც უნდა დაემარცხებინა არიანელობა, ეს არიოზის ეს მწვალებლობა, საბოლოოდ აღმოჩნდა წმინდა ათანასე დიდი, ათანასე ალექსანდრიელი და შემდეგ შეხვედრაზე უფრო ჩაუღრმავდებით აი ამ ნიუანსებს. ნახეთ რა ხდება, ეს ყველაზე მძიმე ასპარეზია მწვალებლობის განეიტრალების მიზეზი, ყველაზე მძიმე, იმიტომ რომ იცით რა არის, აი მე ხშირად მომყავს ხოლმე ასეთი მაგალითი. მე პედაგოგიც ვარ, მასწავლებელიც ვარ და აი ხშირად სკოლაში ძალიან მიჭირს ხოლმე რომ ბავშვს, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული აზრი და დამეთანხმება ვისაც ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, რაღაცა ბავშვს ჩამოყალიბებული აზრი აქვს, ძალიან მიჭირს რომ მას ეს აზრი გადავათქმევინო. იმიტომ რომ შეიძლება ის არაა სწორი და მინდა რომ სწორად ვასწავლო და ძალიან მიჭირს ხოლმე ეს გავაკეთო, ძალიან, იმიტომ რომ მას უკვე თავში უდევს შობლისგან, ვიღაცისგან, არ ვიცი, მაგრამ აი არ ვიცი, თელ 45 წელს ვათმობ რომ როგორც ამას აზრი შეურყიო მაინც, თუ ვერ დავაჯერებ. და აი მწვალებლებთან დაკავშირებით კი რა ხდება? აი ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან განათლებულები არიან, იცით? არც ერთი არ არის გაუნათლებელი. ყველა მიცის თეოლოგია ძალიან მაგრად, წმინდა წერილიც კარგად იციან, მოდი ვთქვათ ასე, ფილოსოფია ზეპირად იციან, ფილოსოფია უფრო კარგად იციან, ვიდრე წმინდა წერილი. და აი წარმოიდგინეთ ახლა აი ასე ჩამოყალიბებულ ადამიანს, რომელიც ქადაგებს რაღაცა მწვალებლობას, მოძღვრებას, თავისი არგუმენტები მოყავს და ამ ადამიანს შეუცვალე აზრი და შეუცვალე პოზიცია. ძალიან ძნელია. ამიტომ წმინდა მამები მიუხედავად ამისა წერდნენ თხზულებებს, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს ამ მწვალებლისთვის მიეხვედრებინათ რაღაც. მიეხვედრებინათ მაგალითად, რომ სტომილებაში არიან. არა. წერდნენ ძალიან ბევრ თხზულებას, იმიტომ რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გამოეტაცათ ამ მწვალებლობიდან. იმიტომ რომ ეს მწვალებლობები ძალიან ვრცელდებოდა და მამებიც არ იშურებდნენ შრომას, მწვალებას, ტანჯვას, რომ ბევრი ადამიანი ეხსნათ აი ამ არასწორი სწავლებისაგან. ერთი ნიუანსი მინდა ვთქვა, ერთი დეტალი მინდა ვთქვა, რომ აი მწვალებლობის წინააღმდეგ მიმართული ლიტერატურა რო არ ყოფილიყო, დღეს დოგმატური ღვთისმეტყველება, ანუ თავარი სწავლებები დღეს არ გვექნებოდა. ერთადერთი იმიტომ გვაქვს დოგმატური ღვთისმეტყველება, რომ იყვნენ წარმოჩნდნენ რაღაცა მწვალებლობები, რომლებაც ეჭქვეშ დააყენეს ჭეშმარიტება.
და ეკლესია სწორედ აი ეკლესიის ბუნება ასეთია, რომ ეკლესია ყოველთვის პასუხობს არსებულ აწმყოში არსებულ გამოწვევებს. ეკლესია არასოდეს აი მაგალითად მეოთხე საუკუნეში წარმოიშვა რაღაც ძალიან მძიმე გამოწვევა, ხო? ვიღაცა ადამიანი ქადაგებს, რომ ქრისტე არ არის ღმერთი. და აი უპასუხებს სწორედ აი ამ გამოწვევას. და მაგალითად აი მერვე საუკუნეში წარმოიშვა ხატმობრძოლება, ხო? ხატმობრძოლება. აი მერვე საუკუნეში, ეს მეოთხე საუკუნეში არასოდეს არ იტყვის წინ ეკლესია, წინ არასოდეს არ ჩამოაყალიბებს სწავლებას, რომ მომავალში ვაიდა რაღაცა წარმოჩდეს, ამას არ გაანეიტრალებს. ყოველთვის ეკლესია როგორც ცოცხალი სხეული ასე მოქმედებს, რომ რაიმე აღმოცენება მის საწინააღმდეგო ყისიერად იწყებს მოძრაობას და მოქმედებას. და აი მახსენდება, როცა ამაზე ვფიქრობდი, კითხულობდი და ასე შემდეგ, ყოველთვის ივანე ოქროპირის სიტყვები მახსენდებოდა და მინდა რომ თქვენს გითხრათ, რომ წმინდა ივანე ოქროპირი ბრძანებს, რომ იცით რა, აი ადამიანი მარა არც დოგმატური ღვთისმეტყველობა არ გვექნებოდა და მხოლოდ წმინდა წერილი იქნებოდა საკმარისი ადამიანის ცხონებისათვისო. აი მხოლოდ წმინდა წერილში რაც წერია, ეს საკმარისი იქნებოდა ადამიანის ცხონებისათვისო. მაგრამ წარმოჩნდა რაღაცა არასწორი სწავლება, რომელიც აუცილებელია რომ პასუხი გაეცეს, მაშინ დაიღუპება ადამიანი. აბა ადამიანს როგორი სულიერი პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს, რომელსაც წამს რომ ქრისტე არ არის ღმერთი, ხო? ნუ ღმერთმა დაგვიფაროს ყველას, ამიტომ ვალდებულად მიიჩნევდა ეკლესია, პასუხი გაეცა არასწორი სწავლებების წინააღმდეგ, ვალდებულად მიიჩნევდა. იყო ასეთი მიზეზიც, მაგალითად საფრთხო გამოცდილების გამოთქმის მიზეზი. უამრავი ეკლესიის წევრი ძველ ეპოქებშიც ახლაც ეს ყოველთვის არის. განიცდის ღვთის განსაკუთრებულ, იცით რას, აი მადლს, ალობას, განსაკუთრებულს და ზოგჯერ მას უჩნდება სურვილი ეს გამოთქვას. ესეც ღვთისმეტყველების ერთ-ერთი ფორმაა, რა თქმა უნდა, ღვთისმეტყველების ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ რა მინდა გითხრათ, რომ ღვთისმეტყველება რომ დადგეს, აუცილებლად ტექსტი უნდა იყოს. ანუ მხოლოდ სიტყვები ღვთისმეტყველება არ არის. ღვთისმეტყველება რომ დადგეს, აუცილებლად მჭირდება ტექსტი, რომელსაც მეც წავიკითხავ, გამოვიკვლევ ამას და მეც მივიღებ რაღაც სულიერ სარგებელს აქედან. აი ეს აუცილებელია ღვთისმეტყველების ერთ-ერთი აუცილებელი ნიუანსია. აგრეთვე სხვა მიზეზიც იყო, მაგალითად ღვთის დიდების მიზეზი და მართლაც უამრავი ეკლესიის წევრი ესე სულიწმინდით რაღაც აი სულიერად აღიტაცებოდა და იწყებოდა აი ამ სულიერი აღტაცების გამოთქმა. ხშირად ეს ადამიანები იყვნენ პოეტური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები და წერდნენ საგალობლებს. ამიტომაც არის საეკლესიო საგალობლები ძალიან ლამაზი და მშვენიერი, ხო? მაგრამ ამ საგალობლებში გვაქვს სხვადასხვა ნიუანსებიც, მაგალითად წმინდანთა ქება, ვედრება, სხვადასხვა ისტორიების თხრობა, ამოძღვრო პასაჟები, დოგმატური პასაჟები და ასე შემდეგ. არის კიდევ მეხსიერების შენარჩუნების მიზეზი. აი ამ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესიაში ძალიან იწერებოდა ძალიან ბევრი წმინდა მამათა ცხოვრებები, ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი ისტორიული თხრობა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მოვლენისა. ეს იყო აუცილებელი, ამით ეკლესია ერთი მხრივ ინარჩუნებდა ადამიანის გონებაში, ანუ თავის მრევლის მეხსიერებაში ინარჩუნებდა იმ პიროვნებების სახელებს, იმ დიადი პიროვნებების სახელებსა და სახელებს, რომლებიც მის წიაღში წარმოიშვნენ და აგრეთვე იმ საოცრად გამოუთქმელი მადლის მქონე მოვლენების ხსოვნას, რაც უძველეს ეპოქაში აღესრულნენ ეს მოვლენები. და მაგალითისთვის ყოველთვის მინდა ამ შემთხვევაში მაგალითისთვის მომყავს ხოლმე აი სულთმოფენობის მოვლენა. სულთმოფენობის და აი, როდესაც არის სულადა დღესაც დღესასწაულობთ ხო სულთმოფენობა და ვიდრე მეორედ მოსვლამდე ვიდღესასწაულებთ და აი ეკლესიაში რატო აი დღესასწაული არ არის უბრალო რაღაცა დღის გახსენება. არა, დღესასწაული ეკლესიაში ეს არის ისიც რა მოვლენა? ეს არის ის, რომ ეკლესიას ჩემთვის მრევლისთვის აწმყოში გადმოაქვს მადლისმიერად და სულიერად ის წყალობა და ის მადლი, რაც ამ მოვლენის დროს მოეფინა ქვეყნიერებას. აი მაგალითად სულთმოფენობა ხო და მეორე სართულზე იყვნენ მოციქულები, ღვთისმშობელი და მენელსაცხებლებები და არ ვიცი ალბა კიდე სხვებიც და გარდამოვიდა სულიწმინდა ხო არა მხოლოდ მათზე არამედ მთელ სამყაროზე მოეფინა ეს მადლი და წყალობა. აი ყოველი სულთმოფენობის დღეს მადლისმიერად ზუსტად იგივე წყალობა და მადლი გადმოდის, რაც იმ დროს, რაც იმ ორიგინალურ მოვლენაში აღესრულა. მადლისმიერად ზუსტად ის მოვლენაა. და ეხლა შეიძლება ვინმე თქვას, რომ ეხლა
მათ მოციქულებმა სულთმოფენობის მერე საუბარი დაიწყეს სხვადასხვა ენებზეო და თუ მადლი გადმოდის ჩემზე, მე სხვა ენებზე რატო ვერ ვიწყებ საუბარსო. ნუ ეს მარტივია ამაზე პასუხი, იმიტომ რომ აქ მიმღებლობაზეა ხო დამოკიდებული მიმღებლობაზე. ახლა მოციქულებს ეს დატევნის უნარი მადლის სრულად დაიტიეს მადლი და ალაპარაკებს სხვა ენაზე, მაგრამ ჩემი მადლის დატევნის უნარი ძალიან მცირეა, ლიმიტი მაგ ძალიან პატარა რომ მადლი დავიტიო. იმიტომ რომ რაც უფრო სუფთა მაგული და გონება, მით უფრო დიდი ლიმიტი მაქვს მადლი დავიტიო. და რაც უფრო ცოდვიანი ცხოვრებით ცხოვრობ, უფრო ნაკლები მადლის განცდისა და დატევნის უნარი მაქვს. ამიტომაც ეკლესიის მამები ყოველთვის აღსარებისკენ მოგვიწოდებენ და სინანულისკენ მოდათ ცხოვრებებს წერებოდა რისთვის? იმისთვის რომ ადამიანს მიებაძა მრევლი მაგალითად აღტაცებაში მოსულიყო, მასში რაღაცა იგულადობა, ვაჟკაცობა გაზრდილიყო და მიებაძა ხო ამ პიროვნებისთვის და ასე ერთი პატარა აგური დაედო მისი შინაგანი სულიწმიდის ტაძარში, ხო? შინაგანი, სადაც ვაშენებთ ჩვენ ეს სულიერ ტაძარს, სადაც უნდა დაივანოს საბოლოოდ ღმერთმა, ხო? ამისთვისაა ყველაფერი და მთელი ღვთისმეტყველება ამას გვასწავლის. ეკლესიის მამები და მასწავლებლები. ეკლესიის მასწავლებელი ამ ყველა მიზეზის გამო წერდა და აკეთებდა ყველაფერს. ყველა მიზეზის გამო. მაგრამ აი ეხლა უფრო კონკრეტულად მინდა შევიდეთ ეკლესიის მასწავლებლის საიდუმლოში. ნახეთ, ეკლესიის მამა და ეკლესიის მასწავლებელი. ეს არის ორი განსხვავებული ნიჭი, ორი განსხვავებული ტალანტი. მამობის, წემსობის ნიჭი, მაგალითად სახარების განმარტება, საიდუმლოებებს აღასრულებს ადამიანი, სულიწმიდის ფუნქციებს განუმარტავს ტაძარში და აი ამ ყველაფრის, აი ამ წემსური მოღვაწეობის გამო იწოდება სასულიერო პირი აბად, ხო? ანუ მამად. და ასეთი იყო, მაგალითად ყავს მოყვანილ წმინდა სპირიდონი წმინდა და ასე შემდეგ. არის სხვა ნიჭი, აი მასწავლებლობის ნიჭი. უფრო უნარია, რომელიც ეძლევა კონკრეტულ ადამიანს, ეძლევა პიროვნებას, რომ შევიდეს ჭეშმარიტების უფრო სრულ ცოდნაში, მიიღოს იქიდან ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე გაანეიტრალოს რომელიმე არასწორი სწავლება. აი ესა და როდესაც მე ვამბობ ეკლესიის მამასა და მასწავლებელს, გულისხმობ რომ ეკლესიამ აი ეს ორი ტალანტი, ეს ორი ნიჭი გააერთიანა ერთ პიროვნებაში. ანუ ადამიანი როცა ეკლესიის მამაცა, წემსიცა, მაგრამ ამავე დროს არის მასწავლებელიც. შევიდეს ჭეშმარიტების სრულ ცოდნაში და გაიგოს სიმართლე ჭეშმარიტების იმ ნაწილზე, რომელსაც აუკუღმართებს რომელიმე ცრუ სწავლება. აი მაგალითად, არიოზი აუკუღმართებდა რას? მამასა და ძის ურთიერთ მიმართებას. მამასა და ძეს ურთიერთ მიმართება აქვს, ხო? მამა და ძე ერთნი არიან ბუნებითად. მაგრამ არიოზმა ილაპარაკა რა, რომ მამა და ძე ერთნი არ არიან ბუნებითად. არაფრით არ არის მსგავსი ბუნებით მამისა ძე, მამასთან ძე, არაფრით მსგავსი. უბრალოდ არის ქმნილება, რანგით, ხარისხით დაბალი ღმერთი, მამაზე დაბალი. რანგით, ხარისხით. და მეორე მაგალითი მყავს ათანასე დიდი, რომელიც მთავარი მოპაექრე იყო, ხო, არიოზისა. მაგრამ ათანასემ ბოლომდე ვერ დაამარცხა არიოზის სწავლება, რომ ვერ მოესწრო თავისი მოღვაწეობის ნაყოფს და ბასილიდიც გადააბარა, ხო, ეს ასპარეზი, მაგრამ პირველი ანუ ძლიერი მოპაექრი არიოზისა იყო ათანასე დიდი. იყო ალექსანდრე ალექსანდრიელიც, მაგრამ ათანასე დიდი. და ნახეთ რა ხდება, აი როცა ვამბობ ჭეშმარიტების სრულ ცოდნაში შედის მეთქი. ესე იგი ათანასე წერს ნაშრომებს, წვალობს, შრომობს, იტანჯება და აი ამ შრომაში, წვალებაში, ტანჯვაში ღმერთი მას უცხადებს ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, მხოლოდ ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, ამ სრულ სიმართლეს. და რა იყო ეს სრული სიმართლე? ეს სრული სიმართლე იყო, რომ ათანასეს სწავლებით ძე ბუნებით ერთია მამასთან. და მისი ტერმინი ძე თანაარსია მამისა. სიტყვა თანაარსი ნიშნავს, რომ მამას და ძეს, მარტივად რო ვთქვათ, ერთი და იგივე, ერთი საღვთო ბუნება აქვს და თუ ერთი საღვთო ბუნება აქვს, ძე თანასწორია მამისა. აი სწორედ ამას ნიშნავს ჭეშმარიტებაში უფრო სრული შესვლა, რომ რაღაცა აუკუღმართებს მას და ღვთისგან წყალობათ ეძლევა ადამიანს ამ ცოდნაში უფრო სრული შესვლა. ისიც რა არის, ღმერთი ძალიან თავს იკავებს
და თითქმის აი ძალიან ეს იშვიათია. ეკლესიის მასწავლებლის მოვლენა ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ ღმერთი ძალიან თავს იკავებს იმაზე მეტი განუცხადოს ადამიანს საკუთარ თავზე, რაც წმინდა წერილში წერია. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი, მაგრამ ეს გარდა იმისა, თუ ღმერთი თვითონ არ მოინდომებს თავისი უზომო კაცთ მოყარებით და თვითონ არ გაანდობს თავის თავზე რაღაცას ადამიანს. და ამაზე საუბრობს სწორედ ეგნატე ღმერთშემოსილი თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში და ასეთ რაღაცას ამბობს, რომ იცით რა, მე კიდევ მოგწერთ თქვენ ქრისტეს შესახებ, თუ კი ღმერთი გამიცხადებს ამასო, განმიცხადებს ამას. ესე იგი, ნახეთ, ვერა შოდეს ვერ ისაუბრებს ქრისტეს პიროვნების შესახებ, გარდა იმისა, თუ თავად ქრისტემ, თავად ღმერთმა არ განუცხადა ეს თავის თავზე ადამიანს. და ზოგჯერ ამის ძალიან გადაუჭრელი საჭიროება წარმოჩნდებოდა, რომ ეს განცხადებულიყო ეს ჭეშმარიტება, აი როგორც მაგალითად არიოზის შემთხვევაში, იმიტომ რომ აუცილებელი იყო. იცით რა, მინდა გითხრათ, რომ ადამიანი თავისი მოაზროვნეობით, აი წმინდა წერილი დაიდოს და დაიწყოს ფიქრი განმარტება წმინდა წერილისა. ვერასოდეს ვერ მივა ღმერთის შემეცნებამდე. აი იცით რა, მისი ღმერთის შემეცნებამდე, ანუ მისი ნამდვილი მარადიული მყოფობის შემეცნება, ანუ მარადიულ მყოფობაში როგორიც არის ღმერთი. ამას შემდეგ ვისაუბრებთ, შემდეგ შეხვედრაზე. ანუ როგორიც არის მარადიულად, როგორც მყოფობს ღმერთი, ამის შემეცნებამდე წმინდა წერილი ვერასოდეს ვერ მივა თავისი ძალით, თავისი ძალის ხმებით, ვერასოდეს ვერ მიაღწევს. აი თვითონ ათანასეც იყენებდა ესეთ ტერმინს, რომ ძე თანაარსია მამისაო, მაგრამ წმინდა წერილში თანაარსი, სიტყვა თანაარსი არსად არ იძებნება და ის ადგილებით, რომლებიც თითქოს თანაარსობას გულისხმობენ ძის მამასთან, ისი ძალიან ბუნდოვანია და შეიძლება ადამიანმა სხვანაირად გაიგოს. და აი სხვა იყო არიოზი, აი მაგალითი არიოზი, რომ სხვანაირად ესმოდა ეს ძის მამასთან კავშირი, ურთიერთკავშირი. აი არიოზი ერთი ძალიან ტრაგიკული პიროვნება ეკლესიის ისტორიაში. ესე იგი, მაგრამ ნახეთ, ეკლესიის მამისა და მასწავლებლის მოღვაწეობა ამით არ სრულდება. ეს მხოლოდ ერთი გოლგოთაა და რა ერთი გოლგოთა? ცოდნის მიღება, ჭეშმარიტებაში სრული შესვლა და მან სხვა კიდევ დამატებით ორი ძალიან მძიმე ანჯული საფეხური უნდა გაიაროს. ეს ეკლიანის გზებია, ძალიან ეკლიანი. აი მაგალითად ათანასე ალექსანდრიელი 5 ჯერ გადაასახლეს ალექსანდრიიდან. ერთხელ გადაასახლეს უკან დაბრუნდა, მეორეჯერ უკან დაბრუნდა, მესამეჯერ ისე უკან დაბრუნდა. სულ უკან ბრუნდება. იმიტომ რომ ესია, როცა ჭეშმარიტებას ფლობს ადამიანი, რაღაცნაირად ეს ჭეშმარიტება ყვირის მასში და მოსვენებას უკარგავს. აი როგორც ათანასე დიდი იყო. ესე იგი, პირველი საფეხური არის სწორი ცოდნა მიიღო რომელიმე ეკლესიის მასწავლებელმა. ამას მოსდევს მეორე საფეხური. მეორე საფეხური არის რა? რომ ეს ცოდნა ისე უნდა გამოთქვას, რომ ჩემთვის იყოს აღქმადი, გავიგო მე. იმიტომ რომ ჩვენ ხო არ გვაქვს ის სულიერი საფეხური, ათანასეს მსგავსი საფეხური, მაგალითად, ან ბასილი დიდის სულიერი საფეხური, ან მაქსიმე აღსარებლის სულიერი, ან გრიგოლ პალამას, ხო? ანუ მათ მიიღეს ცოდნა, მაგრამ ეს ისე უნდა გამოთქვას, რომ მე გავიგო. ანუ მან ის ჩემს სულიერ საფეხურამდე უნდა ჩამოვიდეს და ისეთი სიტყვები და ტერმინები უნდა გამოიყენოს, რომ მე კარგი სულ არა, ცოტათი მაინც გავიგო, რას ამბობს ეს პიროვნება. ამ ასპარეზზე წმინდა მამებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, ძალიან დიდ, იმიტომ რომ ეკლესიის მასწავლებლები იყვნენ არა მხოლოდ უბადლო მცოდნე ღვთისმეტყველებისა, წინარე ტრადიციისა, ზეპირად იცოდნენ წმინდა წერილი, ამავე დროს ძალიან კარგად იცოდნენ იმ ეპოქაში არსებული თითქმის ყველა მეცნიერება. აი ყველა მეცნიერებას კარგად ფლობდნენ და შესაბამისად ეს დიდი განათლება და დიდი იარაღიცაა. და აი ეს თავიანთი ცოდნა სწავლება რომ გამოეთქვათ, რა გააკეთეს ნახეთ ეკლესიის მამებმა, რომ დაიწყეს იმ სიტყვებისა და აი წინა სესია მინდა გაგახსენოთ, წინა სესია მამა ეფრემმა ძალიან კარგი სქემა წარმოადგინა ქრისტიანულ ეკლესიას როგორ გარემოში უწევდა ცხოვრება. ერთი იყო იუდაიზმი, მეორე იყო პაგანიზმი, წარმართული სამყარო და წარმართული ფილოსოფია. ეს სამი ძალიან მძლავრი, მრავალსაუკუნოვანი მოცემულობა და ამათ შუაში აღმოჩნდა ეკლესია. მაგრამ მას ძალიან ძლიერი მოაზროვნეობით არ დაუწყია ღმერთს თავისი ეკლესიისთვის, როგორებიც იყვნენ ეკლესიის მამები და მასწავლებლები. და რა გააკეთეს ამათმა? რადგან იცოდნენ წარმართული ფილოსოფია, რადგან იცოდნენ წარმართული სამყარო ზედმიწევნით,
წმინდა გრიგოლმა ეს ღვთისმეტყველმა ზედმიწევნით იცოდა, დაიწყეს იმ სიტყვებისა და ტერმინების გამოყენება, რაც ნაცნობი იყო იმ ეპოქისთვის, იმ ეპოქის ადამიანებისთვის. იცით რა არის? ამას მე სხვანაირადაც შევხედე. ეხლა რა სიბრძნე უნდა იმას, რომ იმ დროის არსებულ, იმ ეპოქაში არსებულ სიტყვებსა და ტერმინებს იყენებდე. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა იმ დროს არსებულ ტერმინებსა და სიტყვებს გამოიყენებდნენ, აბა თვითონ სხვას ხო ვერაფერს ვერ მოიგონებდნენ. რომ მოეგონათ, ვერაფერს ვერ გააგებინებდნენ ადამიანებს. ნუ მეც ესე ვარ. მეც იმ სიტყვებს გამოვიყენებ, რომ რაღაცა გავაგებინო ხო ჩემს მენელს. ახალს ვერ მოვიფიქრებ ვერაფერს. მამათა სიბრძნე ეს არ იყო, რომ ისინი იყენებდნენ იმ ტერმინებსა და სიტყვებს, რაც იმ ეპოქაში გამოიყენებოდა სოციუმში. არა. მამათა სიბრძნე სხვა რამეშია. იმაშია, რომ მათ დაინახეს რა? მათ დაინახეს განსხვავება, რომ ის ტერმინები და ის სიტყვები რა მნიშვნელობასაც ატარებდნენ წარმართულ ფილოსოფიაში და სამყაროში, ეს მნიშვნელობა განსხვავდებოდა იმ ცოდნისგან, იმ ინფორმაციისგან, რაც მათ უნდათ რომ ერქვათ. აი ეს განსხვავება დაინახეს. მწვალებლებმა ეს განსხვავება ვერ დაინახეს. რა შინაარსიც ჰქონდა ამ სიტყვას, ამა თუ იმ სიტყვას ფილოსოფიაში, ან წარმართულ სამყაროში, უფრო ფილოსოფიაში, იგივე მნიშვნელობით შემოიტანეს ქრისტიანობაში, იგივე მნიშვნელობით ცდილობდნენ წმინდა სამების სწავლება განემარტათ და სავალალო კატასტროფულ შედეგამდე მიდიოდნენ. აი მაგალითად არიოზი იყენებდა არისტოტელეს და არისტოტელე ამბობს რომ მხოლოდ n ერთი არის ღმერთი, ერთი არის უშობელი და ერთი არის ღმერთი მხოლოდ. და არიოზი ამ ერთს იღებდა, ამ ერთს მიაკერებდა მამას, რომ მამა ღმერთია მხოლოდ ერთი და დანარჩენი იქიდან მამის შემდგომ ყველა არის და ყველაფერი ქმნილებაა. იგივე მნიშვნელობით გადმოჰქონდა. ამიტომ ძალიან მძიმე შედეგამდე მივიდა არიოზი. მამებმა რა გააკეთეს? აიღეს ეს ტერმინები და ეს სიტყვები, მაგრამ ის მნიშვნელობები ჩადეს ამ სიტყვებში და ტერმინებში, რაც მათ ცოდნას შეესაბამებოდა. ესე იგი, რაც მათ უნდათ ეთქვათ, სწორედ ის მნიშვნელობები, ძველი მნიშვნელობები ამ სიტყვებიდან და ტერმინებიდან ამოიღეს, ჩადეს ის მნიშვნელობები, რაც მათ ცოდნას, ანუ ქრისტიანულ რწმენას შეესაბამებოდა და სწორედ აი ასე აწვდიდნენ მრევლს და არა მხოლოდ მრევლს, არამედ წარმართულ სამყაროსაც აწვდიდნენ ეკლესიის, ქრისტიანული ეკლესიის იდენტობის შესახებ ცნობებს. ვინ არის ეს ეკლესია, რა სწავს ამ ეკლესიას და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში იდენტობის შესახებ. სწორედ ეს, ესე იგი აი სალიტერატურო ენაზე რო ვთქვათ, ასე ხატოვნად გამოითქმის აი ეს პროცესი, რომ ეკლესიის მამებმა ფილოსოფიიდან, წარმართული ფილოსოფიიდან აიღეს ტერმინები, გააქრისტიანეს ეს ტერმინები, ანუ ქრისტიანული აზრი და მნიშვნელობა ჩადეს მასში და ამგვარადო ჩააყენესო ჭეშმარიტების მსახურებაშიო. აი ეს პროცესი. კარგით, ამ საფეხურზეც მამებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, ამიტომაც არიან დიდები და დიდებულები. მაგრამ მხოლოდ ეს არა, არის მესამე და ძალიან მძიმე საფეხური ესეც. იცით რა არის? კარგი, იმას ვიღაცას ღმერთი გამოეცხადა და ცოდნა მიიღო. გამოთქვა ეს ცოდნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თავისთავად აღიარებულია ყველას მიერ, რომ ყველა ვაღიარებთ ამ სწავლებას, რომ ის ღმერთისგან გამოეცხადა და всё, ჩვენ ესე ბრმად ვენდობით მას და ვაღიარებთ. ასე არ ხდება. ეკლესიის მასწავლებელს კიდევ მესამე გოლგოთის გავლა და მესამე ჯვარცვა და აღდგომა უწევს. და საკუთარი აი ეს რომ გადალახოს საკუთარი პოზიცია, აი მაგალითად არის რაღაცა ორგანო და ამაზე გამახსენდა მე საბერძნეთში, როცა ჩვენ გვიწევდა ნინო მიცის ეს ვიზების განახლება. ერთ-ერთი დაწესებულებაა, სადაც მივდივართ, უნდა 1000 საბუთი უნდა მივიტანოთ, რომ ვიზა განგვიახლო, მაგრამ ვიზის განახლება კი არა, განხილვა რო დაიწყოს, მოგცემე თუ არა ვიზას, განხილვა რო დაიწყოს, ეს დიდი ტანჯვა და წამება იყო. აი სწორედ ასია ესეც. აი ამ ხრივ მინდა შეგახედოთ, სხვანაირად მინდა შეგახედოთ ღვთისმეტყველებისათვის, რომ აი ეკლესიაში ჩემმა საღვთისმეტყველო პოზიციამ განსახილველად რო შევიტანო, განა ის რომ საყოველთაოდ აღიარება მოხდება თუ არა, აი უბრალოდ განსახილველად რომ შევიტანო ჩემი საღვთისმეტყველო პოზიცია, მაშინ ორ უმთავრეს და მიუპერძოვებელ და ძალიან მკაცრ აუდიტს უნდა გაუძლოს.
აუდის რევიზორებს. ესენი არიან ძალიან მკაცრები, ერთ წერტილს და მძიმეს და ერთ სიტყვას არ მაპატიებენ. თუ რაიმე ხარვეზია, მაშინვე უარყოფენ ამას და ეს არ არის ჩვენი მარტივად არ შეესაბამება და გამოასწორეთ და მოდით სხვაგან. ეს ორი რევიზორი არის წმინდა წერილი და საეკლესიო ტრადიცია. შესაბამისად, ეკლესიის მასწავლებელს რომ საკუთარი პოზიცია გაემყარებინა, მას აუცილებლად ეს პოზიცია უნდა განევითარებინა ერთი მხრივ წმინდა წერილის კონტექსტში, აუცილებლად, ოღონდ წმინდა წერილის კონტექსტში ისე კი არა ამოგლეჯილად, რომ წმინდა წერილის რაღაცა ციტატები ავიღო მე და აი უძლებელია ეს იფიქროს ადამიანმა მით უმეტეს წმინდა წრის გამოძიებით, ხო? მაგრამ მივიდა ამ დასკვნამდე, ტრაგიკული პიროვნებაა, კარგი. მაგრამ ნახეთ იცით რა არის? აი ძალიან გამოვიყენებ შემთხვევას და გეტყვით, მოვიპარა 2 წუთს, აი 5 წუთი გადამჩა და აი იცით რა, აი აუცილებელია რომ როდესაც წმინდა წერილს ვკითხულობთ, წმინდა წერილის ფრაზები და ციტატები მიუღებელია, მაშინ სამი ღმერთია და პოლითეიზმში ვართ, ანუ მრავალღმერთიანობაში ვართ. ამიტომ ცრუსწავლებაა ეს სუბორდინაციის შესახებ. მაგრამ აი სწორედ ეს თუ მე ამოუგლიჯე, რომ მამა უფრო ჩემზე უფრო მეტია. მაშინ სუბორდინაციის ერესია, მაგრამ აი მთლიანობაში უნდა განვიხილო და რას გულისხმობ. მაცხოვარი კიდე ამბობს, რომ ვინც მე მიხილა, მამა იხილა. მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. მამა ჩემი აქამდე აკეთებს და მეც ასე ვაკეთებ. და აგრეთვე ამბობს მაცხოვარი, რომ მე მქონდა უფლება, რომ არ დამედო თავი ჯვარცმისთვის, ანუ ჯვარცმაზე არ წავსულიყავი, მაგრამ მე ამას ჩემი ნებით ვაკეთებ. ანუ იქაც გამოკვეთს რას? იესო ქრისტე, როგორც ზეღმერთი, სრული ღმერთი და სრული კაცი, ხო? რა გამოკვეთს თავის ინდივიდობას, ხო? თავის ჰიპოსტასურობას, აი ეს სიტყვა მინდა რომ დავიმახსოვროთ. ჰიპოსტასურობას, რომ ის მამისგან გამიჯნულია, თავისუფალია, მოაზროვნია, ყოვლითურთ მსგავსია ბუნებით მამასთან, მაგრამ მაინც გამიჯნულია პიროვნული თვისებით, რაც მას ახასიათებს და ეს პიროვნული თვისება შობილებაა. ამაზე უფრო დაწვრილებით შემდეგ წმინდა სამების დოგმათან დაკავშირებით. და აი, ნახეთ, აი, როცა აი ამ კონტექსტში მე განვიხილავ იმ ციტატას, ის უკვე ჩემთვის აღარ არის დამაბნეველი, იმიტომ რომ როცა მაცხოვარი ამბობს, რომ მამა ჩემზე მეტია, იქ სხვა რაღაცით მეტობაზე გულისხმობს მაცხოვარი. ანუ ბუნებით მეტი კი არაა მაცხოვარზე მამა ღმერთი, არამედ მიზეზოვნობით მეტია. მამა მიზეზია ძის არსებობისა და სულიწმინდის არსებობისა, ძის შობისა და სულიწმინდის გამომავლობისა. ვინმე იტყვის, რომ მიზეზში შეგვიძლია მამის რაიმეთი უპირატესობა დავინახოთ? არა, მიზეზში არანაირი მამის, არანაირი ბუნებით უპირატესობა არ დაინახება. თუ დავინახავთ რამე უპირატესობას, მაშინ სამი ღმერთი გვყავს და პოლითეიზმში აღმოჩნდებით პრისიერად და მაშინვე. აი ესე საოცარი ღმერთი გვყავს, ამ საოცარ ღმერთს შემდეგ შეხვედრაზე კიდევ უფრო კარგად გავიცნობთ და ნახავთ როგორ დაარეგულირა მართლმადიდებულმა საწმინოებამ, რომ ყავს სამპიროვანი ღმერთი, მაგრამ მაინც ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი ვართ. ორი განაცხადი შევიდა პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს გაიმართა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც მოიწვია კონსტანტინე დიდმა და ეს კრება მიეძღვნა არიოზის მწვალებლობის განხილვას, დაგმობას. ამ კრებაზე ორი განაცხადი შევიდა. ერთი არიოზის ტრადიცია, არიოზის განაცხადი და მეორე წმინდა ათანასეს განაცხადი. მოდი ესე ვთქვათ, ათანასეს განაცხადი. და მსოფლიო საეკლესიო კრებამ როგორც რამ ორგანომ იმსჯელა დაიწყო მსჯელობა. დაიწყო ჯერ არიოზის სწავლებით და ნახა, რომ რაღაცა არიოზი იქ წმინდა წერილის რევიზორი მივიდა და დაიწყო კვლევა. და ხედავს, რომ იქ წმინდა წერილს რაღაცა ძალიან უშუალოდ და ცუდად იყენებს. რომ ხარვეზულად იყენებს, რაღაცა ამოგლეჯილად იყენებს. ხარვეზიანია. ნუ კარგი, დაახარვეზა წმინდა წერილმა. შემდგომ მოვიდა საეკლესიო ტრადიცია, ეს უფრო მკაცრი არის. ტრადიცია და აღმოაჩინა ამ საეკლესიო ტრადიციამ, რომ არიოზი საერთოდ არ იყენებდა საეკლესიო ტრადიციას. რა არის საეკლესიო ტრადიცია? იცით? აი ზეპირი გარდამოცემა, ზეპირად რო გადადიოდა მამიდან მამამდე და ასე შემდეგ. და აი ესე ზეპირით მოუყვებოდა თაობიდან თაობას. და იცით რა, აი მამები ესეთ ძიმ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რომ არიოს შვილო, აი ესე ეუბნებოდნენ, შვილო, შენ კი გააქვს ეს სწავლება და ამბობ,
მაგრამ აი წმინდა წერილისაც რაღაცა ხარვეზებით იყრებ. მაგრამ ჩვენს მამებს არ სწამდათ ქმნილი იესო ქრისტეო. არ სწამდათ ჩვენს მოციქულები არ ადიდებდნენ ქმნილი იესო ქრისტესო. ანუ საეკლესიო ტრადიცია შენ არ გეთანხმებაო. ვერ მოდი შესაბამისობაში შესწავლებასთან. არიოს მიმართავდნენ. ნუ ვერ შეიგნო თავის და აღიარა დაამტკიცა მართებულ და ჭეშმარიტ სწავლებად მიიღო აღიარა როგორც რამ საყვირმა ჭეშმარიტების საყვირმა სოფლიო საეკლესიო კრებამ ათანასეს სწავლება რომ ათანასეს სწავლება რა იყო კიდევ გამეორდები და კიდევ მრავალჯერ გამეორდები რომ ძე ბუნებით თანაარსია მამასთან თანაარსია ყოვლითურ ბუნებით ყოვლითურ თანასწორია მამასთან ანუ ძე ერთ არსია მამასთან სრული ღმერთია როგორი ღმერთიც არის მამა იგივე ღმერთი არის ძე ღმერთიც აი აქამდე ცოტა ეხლა მინდა რომ უცებ წარმოვთქვა აი ესენი უცბად ჩამოვყვები და უბრალოდ წავიკითხავ აღარ გავაშინა არსებ იმიტომ რომ ის რაც მნიშვნელოვანი რაც მინდოდა ზემოთ უკვე ვთქვი და ის სწორედ ეკლესიის მამის მიერ არის გადმოცემული ის სწავლებები ის მნიშვნელოვანი სწავლებები რომელიც ქმნის ჩვენი რწმენის შინაარსს და ჩვენ ვალდებული ვართ რომ ჩვენი რწმენა გავაშინაარსოთ მე ვიღაცა მოვა და გვეტყვის აბა შენ რა იცი რომ შენი რწმენა ჭეშმარიტია რა იცი რომ შენი რწმენა სიმართლეა და აი ეს ნიუანსები დოგმატური სწავლების ნიუანსები რომ მეწოდინება მე ძალიან კარგ პასუხს გავცემ თვითონ ამ პიროვნებას ვინც ამას მეტყვის მე ამიტომ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ვიკითხოთ ეკლესიის მამები ცოდნა მივიღოთ და ამავე დროს ამ ცოდნად სულიერი საგებელიც აუცილებლად მოვა იმ შემეცნებით თუ მიუდგები რომ ეს არის ღვთის რჩეული ჭურჭელი რომელიც ატარებს გამორჩეულ მადლს და იღწვის ჩემი ცხოვრებისათვის ეკლესიის მამათა წერილობითი ჟანრები ამას ფილოლოგიური ფორმები ქვია ხო აი რა სახით ჩა მამათა ღვთისმეტყველება არის წერილები უამრავი ეპისტოლეებია დაწერილი გვაქვს აპოლოგიაც პასუხგაცევითი ჟანრი მეორე საუკუნეებში განათლებული ქრისტიანები წარმოჩნდნენ და ისინი პასუხს სცემდნენ წარმართებს რაღაცა ეს კონდათ საყვედურები ქრისტიანების წინააღმდეგ და აპოლოგეტები იყვნენ ისინი რომლებიც უკვე მიუგებდნენ ანუ პასუხს სცემდნენ აი ამ ბრალდებებს ქრისტიანთა წინააღმდეგ გვაქვს აგრეთვე განმარტებითი ჟანრი ანუ იგივე ეგზეგეტური ჟანრი ძირითადად ამ ჟანრში ამ წერილობით ფორმაში განიმარტება და სხვადასხვა განმარტების მეთოდი გამოიყენება ალეგორიული ისტორიული და ასე შემდეგ აღარ გავაგრძელებ რომ ძალიან არ გადაგვტვირთო არის იგივე ასკეტური ჟანრი. ასკეტი ნიშნავს განდეგილს. აი მოშორებით რომ მონასტრიდან რომ მოშორებით მოღვაწეობს ბერი და სულიერად არის ძალიან განიცდის ღვთის გამოცხადებებს და აქვს უჩნდება სურვილი რომ ეს გამოცხადებები გამოცდილებები ჩვენს გაგვიზიაროს და რაღაც სულიერი სარგებლები არსებობს აი ამ ასკეტური ჟანრის შინაარსის წიგნებისა. არის მარტვილოლოგიებიც მოწამეთა ცხოვრებები, არის პოეზიაც ქრისტიანული ლიტერატურაში და ეს მოიყენება საეკლესიო საგალობლებში და ამიტომაც არის ძალიან ლამაზი და მშვენიერი ჩვენი საეკლესიო საგალობლები. ტექსტებშიცაა დასული ღვთისმეტყველება, გვაქვს ანთოლოგიები. აი ანთოლოგიები არის მამათა ციტატების კრებული. ძირითადად ეს დოგმატური ხასიათისაა. მაგალითად, ასე ხდებოდა რა ციტატა იყო მოყვანილი რომ მაგალითად ძე თანაარსია მამისა. და აი ამ ციტატის ქვემოთ ხდებოდა ყველა იმ მამის ფრაზის განლაგება, რომელიც ამას ამბობდა, რომ მაგალითად ათანასე დიდი ძე თანაარსია მამისა, ალექსანდრე ძე თანაარსია მამისა. და სად იყო ეს ფრაზა გამოყენებული? ამით ეკლესიის მამები მსოფლიო კრებებზე იგებდნენ რა ტრადიცია არსებობდა წინარე ეპოქებში. ებულე გამოიყენებოდა სწორედ აი ამ ტრადიციის გასაგრძელებლად, უფრო ადვილად რო ეპოვათ მიეგნოთ მამებს ეს რა ტრადიციები იყო, წინარე ტრადიციები იყო, დიალოგები, კითხვა-პასუხები. აი ეს მნიშვნელოვანი, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სლაიდი. ნაშრომების წარმომავლობის საკითხი. პატროლოგიურ მეცნიერებაში, აი და თქვენ იცით რომ მეცნიერებაზე როცა ვსაუბრობთ, არის ძალიან მკაცრი ხო მეცნიერება, რაღაც თავისი მეთოდები აქვს და ამ მეთოდებში თუ არ ჩაჯექი, მაშინ მაგალითად მეცნიერული ნაშრომების სახეობები არსებობს და რაღაც სახეობებს არა რაღაცა კრიტერიუმები, ამ კრიტერიუმში თუ არ ჩაჯექი, არ იქნება შენი ნაშრომი მეცნიერული. და აი
ამ სლაიდს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა პატროლოგიის მეცნიერებაში. აი მაგალითად, არის ნაშრომები, აი ნამდვილი საეჭვო ნაშრომები, ნაყალბები და ანონიმური. ნამდვილი და ნაღდი ნაშრომები იმიჩნევა ის ნაშრომები ნამდვილ და ნაღდ ნაშრომად, რომლის ავტორიც ზუსტად ვიცით, რომ ეს მან დაწერა. მაგალითად, წმინდა ბასილი დიდიმ დაწერა სულიწმინდის გამომავლობის შესახებ. და ეს ნაშრომი ვიცით, რომ არის ნაღდი ნაშრომი, ნაღდი ნიშნავს, რომ მართლა ეკუთვნის ბასილი დიდს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რატო? იმიტომ რომ იქ გაჟღერებული იდეები მოდის ბასილი დიდისგან, ბასილი დიდის ეკუთვნის. ამიტომ აუცილებელი ეს არის აგრეთვე საეჭვო ნაშრომებიც. როცა ზუსტად არ ვიცით, ამა თუ იმ ავტორმა, ანუ რომლის სახელსაც ატარებს ეს თხზულება, მართლა დაწერა თუ არა ეს ნაშრომი. აი მაგალითად, წმინდა ივანე ოქროპირს აქვს მაგალითად ქადაგება ქორწინების შესახებ. და არის კიდევ ტექსტი ქადაგების სიტყვა ქორწინების შესახებ, ავტორი ივანე ოქროპირი. და მე ვიწყებ კვლევარი, ვიწყებ შედარებას ამ ტექსტებისა, ფილოლოგიურ შედარებას და ვხედავ, რომ რაღაცა სტილისტურად სხვაობს ეს სიტყვა იმ ქადაგებისგან. ქადაგება ორიგინალია, ვიცით. მაგრამ ეს სიტყვა რაღაცა სტილისტურად სხვაობს. სხვა სიტყვებს იყენებს აქ ივანე ოქროპირი. აქ ივანე ოქროპირი მაგალითად უფრო მკაცრად წარმოჩდება. თავის ორიგინალურ ტექსტში ძალიან უფრო მოწყალია, უფრო გულღია, უფრო დამთმობია, მაგრამ აი ამ რაღაცა სიტყვაში სხვანაირი ივანე ოქროპირია. აი ესე იგი მე ეჭვი მიჩნდება, რომ ეს სიტყვა არის საეჭვო. რაც ნიშნავს იმას, რომ აქ გაჟღერებული იდეები ჩემთვის საეჭვო, ანუ არ მომდინარეობს მაინც და მაინც ივანე ოქროპირისგან. შესაბამისად ავტორიტეტული ვერ იქნება. აი კარგი. არის ნაყალბები ფსევდო. ეს ყველაზე ადვილია დასამახსოვრებლად, მაგალითად აი ნაშრომი, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ეს ნაშრომი კონკრეტული, რომელიც ატარებს რაღაცას ავტორის სახელს, ზუსტად ვიცით, რომ არ დაუწერია. ზუსტად ვიცით. აი მაგალითად სიტყვა მზის მოძრაობის შესახებ. ავტორი წმინდა ამფილოქე იკონიელი. წმინდა ამფილოქეს არ დაუწერია არასოდეს ეს ნაშრომი. შესაბამისად ეს ნაშრომი არის ყალბი. რას ნიშნავს ყალბი? იქ გაჟღერებული იდეები არ მომდინარეობს ამფილოქესგან. შესაბამისად არ არის ჩემთვის ავტორიტეტული. და არის აი როგორც მაგალითად გამზდელი ილია ჭავჭავაძე, ხო? აი ეს გამზდელის ტექსტი, რომლის ავტორობაზე წერია ილია, ეს ტყუილია, იქ გაჟღერებული იდეები ილიას არ ეკუთვნის. აი ესაა მნიშვნელოვანი პატროლოგიის მეცნიერებაში. და ანონიმური ნაშრომები, უამრავი ნაშრომები ვრცელდებოდა ძველ ეკლესიაში ანონიმურად. ანუ იწერებოდა ტექსტი, იწერებოდა თხზულება, მაგრამ ავტორს არ ასახელებდნენ. აი რაც შეეხება ნაყალბებს, ვიღაცები წერდნენ ამ ნაშრომებს და უბრალოდ იმ ეპოქაში არსებულ ავტორიტეტულ ავტორის სახელს მიაწერდნენ ამ ტექსტს, რომ თავიანთი იდეები გაევრცელებინათ ადამიანებს ძველ იმ გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ანუ ეკლესიის წიაღში, უფრო მეტად ეკლესიის წიაღში. და საღვთისმეტყველო ენა, ნაშრომების ენა. როდესაც ჩვენ იცით რა მინდა გითხრათ, რომ ეკლესია ბერძნული ენით ამეტყველდა ეკლესია. ღვთისმეტყველება გამოთქვა ბერძნულ ენაზე ეკლესიამ. არისტოტელეც ამბობს ერთგან, რომ ბუნება ბერძნული ენით მეტყველებსო. ბუნებას რო ლაპარაკი შეეძლოს, ბერძნული ენით დაგელაპარაკებოდაო. და ბერძნული იყო ის ენაც, რომლითაც დაიწყო ეკლესიამ საღვთისმეტყველო მეტყველება, საუბარი, წერა და ასე შემდეგ. მეტწილად, მაგრამ იგივე აი ძველ ეპოქაშივე იყო უძველესი ეპოქიდანვე იწერებოდა ლათინურ ენაზეც დასავლეთში და იყო აგრეთვე სირიულ ენაზეც სხვადასხვა თხზულებები. ამავე დროს აუცილებელია ვიცოდეთ და ძალიან მინდა რომ იცოდეთ, რომ აღმოსავლური ენებიც იღებდნენ უმნიშვნელოვანეს მონაწილეობას ფუნქციას, დიდ ფუნქცია ჰქონდათ აი ამ თხზულებების წერისა და თარგმნის პროცესში, ქართული, სომხური, კოპტური, არაბული ენები, რადგან ამ ენებზე ხდებოდა თარგმნა უძველესი ეპოქიდანვე საღვთისმეტყველო ძეგლებისა, ნაშრომებისა და რატო არის საინტერესო? იმიტომ რომ დღეს ბევრი დედანი დაკარგულია და აი ამ თარგმანების სახით არის შემორჩენილი ესა თუ ის საღვთისმეტყველო ნაშრომი. ქართულად გვაქვს ასეთი, იცით არის ერთ აი მე რო ჩემ სამაგისტროზე ვმუშაობდი სამაგისტროს ნაშრომზე, ერთი ნაშრომი შეხვდა. წმინდა მაქსიმე აღსარებელმა დაწერა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრება, პატარა ტექსტია. და სმანი არის ბერძნული დედანი დაკარგულია.
მაგრამ მე ამას აღარ გავყევი, იმიტომ რომ ჩემი კვლევის საკითხი ეს არ იყო სამაგისტრო საკითხი, მაგრამ აი კვლევის დროს ეს შემხვდა, მივაკვლიე და არის ძალიან საინტერესო. უფრო მეტ სიმდიდრესა და ასე ვთქვათ, ღირსებას მატებს ენას, როდესაც ის ინახავს უდიდეს განძს, რაც არის საღვთისმეტყველო ცოდნა და ეს დედანზე აღარ არსებობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ. სხვა ნაშრომები არ ვიცი, მაგრამ აი ეს კონკრეტული ვიცი, ალბათ იქნება სხვებიც. ძალიან დიდი მადლობა